ეხლა რაც შეეხება ქრისტე არის თუ არა მესია, ის, რომელსაც კაცობრიობა 5000 წელი ელოდა. წმინდა დანიელ წინასწარმეტყველი ამბობს მე-9 თავის 25 მუხში. უпростоრად წმინდა დანიელის სპირით ამბობს უფალი. მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად და ასაშენებლად, 7 შვიდეული და 62 შვიდეული გავა ცხებული მეფის მოსვლამდე. ანუ ცხებული ნიშნავს ქრისტეს. 62 შვიდეული შემდეგ მოიკვეთება ცხებული, მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმინდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს სიტყვები? როდესაც ნაბუქოდონოსორმა აიღო იერუსალიმი, მიწასთან გაასწორა, სოლომონის ტაძარის დაანგრია და ებრაელები 70 წლით იქნენ გადასახლებულები ბაბილონში. და სწორედ ბაბილონში არის დანიელ წინასწარმეტყველი, რომელიც წინასწარმეტყველებდა. და მას შემდეგ, რაც გამოვა ბრძანება იერუსალიმის აღსადგენად, ანუ კიროსი იყო ესეთი მეფე, რომელმაც გამოსცა ბრძანება აღედგინათ იერუსალიმი და აეშენებინათ სოლომონის ტაძარი. და იყო წინასწარმეტყველება, რომ პირველზე უფრო დიდებული იქნებოდა სოლომონის ტაძარი. და ეს სოლომონის ტაძარი აშენდა. და წინასწარმეტყველება არის, რომ რომ აშენდება იერუსალიმი, ეს ტაძარი, მაშინ მოვა უფალი და შემდეგ, როდის მოვა კერძოდ. 62 შვიდეული შემდეგ მოიკვეთება ცხებული, მაგრამ ბრალი არ ექნება, ანუ მოიკვეთება უпростоრად სინაგოგიდან მოკვეთეს უფალი და ვისაც მასთან ექნებოდა კავშირი, ისიც უნდა განეკვეთათ სინაგოგიდან, ანუ მორწმუნე თემიდან. და შემდეგ ვიცით, რომ როგორც აწამეს და როგორც მოკლეს. ქალაქსა და საწმინდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება. ანუ საწმინდარი, ესე იგი ტაძარი, სოლომონის ტაძარი სანამ დაინგრევა, იქამდე მოვა მაცხოვარი, ანუ მესია. პირდაპირ წერია 62 შვიდეული შემდეგ მოიკვეთება ცხებული, მაგრამ ბრალი არ ექნება. ქალაქსა და საწმინდარს დაანგრევს მომავალი მთავრის ხალხი და მისი აღსასრული წარღვნასავით იქნება. ესე იგი, იერუსალიმის აღდგენიდან, რო გამოიცემა ბრძანება, ამის შემდეგ მოვაო ცხებული, ანუ ქრისტე, სანამ დაინგრევა. და როდის დაინგრა, ჩვენ ვიცით 70 წელს. როდესაც ტიტუსმა დაანგრია სოლომონის ტაძარი და საერთოდ იერუსალიმი მიწასთან გაასწორა, ქვაზე არ დარჩებაო, თქვა უფალმა. ეხლა ვინ არის ესეთი პიროვნება? უნდა ამოვიცნოთ, ესე იგი, მეორე ტაძრის აშენებიდან დანგრევამდე მოვიდა ცხებული, ანუ მაცხოვარი. და ვინ იყო ეს პიროვნება? საიდან უნდა ამოვიცნოთ? მიქა წინასწარმეტყველი მე-5 თავის პირველ მუხში ბრძანებს. შენ კი ეფრათას ბეთლემო, უმცირესი ხარ იუდას 1000-ულთა შორის, მაგრამ შენგან გამომივა ხელმწიფე ისრაელში და ძველიდან იქნება მისი წარმოშობა საუკუნო დღეებიდან. ანუ ბეთლემში იშვება მაცხოვარი. ესაია წინასწარმეტყველის 53 თავი, რომელიც ამოღებული აქვს საერთოდ იუდეველებს, ანუ ესე იგი, მათ სალოცავებში, სინაგოგებში არასწავლიან. 53 თავი სრულად არის ამოღებული. და რა წერია ახლა 53 თავში? საძულველი იყო კაცთაგან ათვალწუნებული, გატანჯული და სნება მორეული, ერთი იმადგანი, ვისაც პირს არიდებენ.
საძულველი იყო და არად ვაგდებდით. ნამდვილად კი მან იკისრა ჩვენი ცნებები და იტვირთა ჩვენი სატანჯველი. ჩვენ კი გვეგონა ღვთისგან იყო ნაცემ ნაგვემი და დამცირებული, მაგრამ ის ჩვენი ცოდვებისთვის იყო დაჭრილი, ჩვენი უკეთურობებისთვის დალეწილი. მასზე იყო სასჯელი ჩვენი სიმრთელისთვის და მისი წყლულებით ჩვენ განვიკურნეთ. ევნო და ეწამა, მაგრამ არ დაუძრავს ბაგე. კრავით დასაკლავად მიიყვანეს და როგორც ცხვარი დუმს სპარსველთა წინაშე, მასაც არ დაუძრავს ბაგე. სასიკვდილოდ გაწირა თავი და ცოდვილთა შორის შეირაცხა. მრავალთა ცოდვები ჰქონდა ტვირთად და ცოდვილებს ესარჩლებოდა. ვიზია საუბარი. ვინ იყო ესეთი პიროვნება? ევნო და ეწამა. სასიკვდილოდ გაწირა თავი. და აქ რომ წერია, ჩვენ კი გვეგონა ღვთისგან იყო ნაცემ ნაგვემი და დამცირებული. ანუ მოკვეთეს საერთოდ და უდანაშაულო აწამეს. ვინ იყო ესეთი პიროვნება? რა თქმა უნდა, იესო ქრისტე. ანუ ესე იგი, პირველი ტაძრის აშენებიდან მის დანგრევამდე მოსულა მესია, მაცხოვარი, რომელიც ჯვარზე გააკრეს, შერაცხეს ცოდვილად, ეწამა, იტანჯა, ჩვენს გამო მოკვდა და აღდგა. ეს არის იესო ქრისტე, რომელსაც არ აღიარებენ იუდეველები. ასე რომ იესო ქრისტე მოსულია და იესო ქრისტე აღდგა მკვდრეთით. განვადიდოთ ჩვენი მხსნელი მესია, იესო ქრისტე, რომელიც არ მიიღეს იუდეველებმა, მაგრამ მიიღეს წარმართებმა და გახდნენ ქრისტიანები. ღმერთმა დაგლოცოთ და ღმერთმა დაგურთხოთ.